საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი რა და მაშინ ნიკა მეუბნება რომ ემიგრანტები დათურ სამსახურს უწევენ საქართველოში ოჯახებსა და ძალიან გაუბრაზდი რა ვერ მივხვდი და აი რომ გავიდა წლები და რომ დავაკვირდი რაღაცებს, ხო მართალია კი, ანუ ემიგრანტები დათურ სამსახურს უწევენ საკუთარ ოჯახის წევრებს რა, ანუ ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც არ კადრულობენ რაღაც სამსახურებს, იმიტომ რომ ხელფასი არ მოსწონთ და ასე შემდეგ რა და ურჩევნიათ რომ არ იმუშაონ, აი იმ ხელფასზე როგორ იმუშავებენ და დაელოდონ ოჯახის წევრისგან ფულს რა და ამ ემიგრანტებსაც უკვე ისე აქვთ გამჯდარი, აი ვალდებულებაში აქვთ თითქოს, რომ საკუთარ თავს არ უნდა მოახმარონ და აი რა ფულსაც იშოვიან, მინიმალური უნდა დაახარჯონ საკუთარ თავს და დანარჩენი უნდა გამოგზავნონ და არ არის ესე რა, ანუ ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა რა. ყველა ჩვენ ვალდებული ვართ საკუთარი თავი ჩვენვე ვუზრუნველყოთ და ჩვენი სურვილები ჩვენვე დავიკმაყოფილოთ რა, ანუ ჩვენი მშობლები მაშინ როდესაც ახლა +18 ხარ და ძმები ემიგრაციაში დები და ასე შემდეგ და კიდე სხვა ბებიები, ბაბუები, სხვა ოჯახის წევრები არ არიან ვალდებული რომ აქ ფული აგზავნონ, იმიტომ რომ კარგად იცხოვრონ მერე აქ და კარგად დაისვენონ, კარგად ჩაიცვან და ასე შემდეგ. ემიგრანტების დანაშაულიც არის ეს, რომ რაღაცნაირად ეს პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად არ უნდა ავიღოთ ადამიანებმა, ამ პასუხისმგებლობას იღებენ ემიგრანტები და ხო, ეს არის იდეაში დათური სამსახური. და ეს ქმედება იდეაში დამღუპველი არის იმ ადამიანისთვისაც, რომელიც რაღაც კონკრეტულ ხელფასზე და რაღაც კონკრეტულ სამსახურზე არ იმუშავებს, იმიტომ რომ ნუ აი არ იკადრებს, ან არ უნდა ანეზარება უბრალოდ. ხო, ანუ იმ ადამიანისთვისაც დამღუპველია ეს და ასევე დამღუპველია ეს ემიგრანტისთვისაც რა. იმიტომ რომ ერთხელ ვცხოვრობთ მეგობრებო, ერთხელ და უნდა შევეცადოთ რომ ვიცხოვროთ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე სხვა დანარჩენისთვის. ამის გაზიარება მინდოდა თქვენთვის. და ემიგრანტებს კი საკუთარი თავი გადადებული აქვთ რავი, მე ასე ადგილზე